მოგესალმებით, მოაბეთ 12 საათზე პირდაპირ ეთერშია ახალ ამბებს ნინო ვარდოსანიძე გაგაცნობთ. ანტივირუსული პრეპარატი ტამიფლუ, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, დღეიდან თბილისის მასშტაბით 4 სააფთიაქო ქსელში, PSP-ში, ავერში, GPC-სა და ფარმადეპოში გაიყიდება. ტამიფლუს მარაგები ქვეყანაში 10 იანვრიდან შეივსება, მანამდე კი ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში სააფთიაქო ქსელებში შექმნილი დეფიციტის გამო პრეპარატი აფთიაქებისთვის მიეწოდებინა. დეტალებს გვანცა გავაშელი გაგვაცნობს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. გვანცა, შეივსო თუ არა აფთიაქები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში? ნინო, მედიკამენტ ტამიფლუს გადანაწილება რეგიონებში დილიდან დაიწყო. ნებისმიერ მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, რომ დანიშნულების წარდგენის შემთხვევაში შეიძინოს ტამიფლუ. ზუსტად 4 სააფთიაქო ქსელშია გადანაწილებული 800 შეკვრა ტამიფლუ. ეს კი გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მედიკამენტის დეფიციტი შეიქმნა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, 10 იანვარს ქვეყანაში დამატებითი მარაგი შემოვა. აქვე უწყებაში განმარტავენ იმასაც, რომ სტაციონარებში და ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში მედიკამენტის საკმარისი რაოდენობა აქვთ. ჯანდაცვის სამინისტრო სააფთიაქო ქსელში მედიკამენტ ტამიფლუს აღმოფხვრის დეფიციტის აღმოფხვრვის მიზნით და გადანაწილა 800 კოლოფი ტამიფლუ. ისინი PSP, ავერსი და გეფასელში გადანაწილდა. რაიონებში მოხდება აღნიშნული პრეპარატის გადანაწილება და ის დეფიციტი, რომელიც დღის განმავლობაში იყო, აღმოიფხვრება დღეიდან. ამ ეტაპზე 20-მდე აფთიაქში იქნება PSP-ში თბილისში გადანაწილებული მედიკამენტი, ხოლო რაღაცა ეტაპზე ამასთან ემატება კიდევ ბათუმის აფთიაქები, ქუთაისის აფთიაქები და ზუგდიდის აფთიაქები. მედიკამენტი გაიცემა მხოლოდ რეცეპტით. მოსახლეობა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელ ფილიალშია შესაძლებელი ტამიფლუს შეძენა მიიღებს, იმ შემთხვევაში თუ კი ისინი დარეკავენ ჯანდაცვის სამინისტროს ან სააფთიაქო ქსელების ხელხაზზე. ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე ახალი ინიციატივა გაახმოვანა, რომლის მიხედვითაც მოხუცები, ბავშვები, ასევე ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, ორსულები და სოციალურად დაუცველები საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში რეცეპტის წარდგენის შემთხვევაში მედიკამენტ ტამიფლუს უფასოდ მიიღებენ. მადლობა გვანცა, ეს იყო გვანცა გავაშელი. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ტამიფლუ უფასოდ გაიცემა კონკრეტული ჯგუფებისთვის, ორსულებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, ბავშვებისთვის, პენსიონერებისთვის და მათთვის, ვისაც დიაბეტი, გულსისხლძარღვთა და ონკოლოგიური თუ სასუნთქი გზების დაავადებები აქვს. ასეთი პაციენტები საჭიროების შემთხვევაში, როგორც უკვე მოისმინეთ, პრეპარატს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში მიიღებენ. აფთიაქებში კი ტამიფლუ რეცეპტით გაიყიდება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ტამიფლუს ანტივირუსული მედიკამენტების მარაგი საკმარისია. დავით სერგეენკოს თქმით, მედიკამენტის დეფიციტი ბოლო 2 დღის განმავლობაში მხოლოდ სააფთიაქო ქსელებში შეიქმნა. ჯანდაცვის სამინისტროსა და სტაციონარებში კი წამლის საკმარისი მარაგია. ისევ მძიმეა პეკინის გამზირზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა. პაციენტი მართვის სუნთქვაზე იმყოფება. მას მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება. დაჭრილი ასევე მეორე ადამიანი, რომელიც შემთხვევის დროს ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. სომეხთა სამოციქულო ეკლესია დღეს ქრისტესშობას და ნათლისღებას აღნიშნავს. დილა ღვთისმსახურებით დღესასწაულო წირვით დაიწყო. მოგვიანებით კი წყალკურთხევის წესით გაგრძელდება და ტრადიციის თანახმად მორწმუნეები წყალს სახლში წაიღებენ. მარიამ სეთურიძე ჩაგორთება ახლა სურბ გეორგის ტაძრიდან პირდაპირ ეთერში. მარიამ, გისმენთ. ინო სურბ გეორგის ტაძარში საზეიმო ლიტურგია ამ წუთებში მიმდინარეობს და შესაბამისად ტაძარში უკვე შეკრებილია მრევლი. დღეს სომეხთა სამოციქულო ეკლესიისათვის განსაკუთრებული დღეა. სომხები ქრისტესშობასა და ნათლისღებას აღნიშნავენ. სომეხთა სამოციქულო ეკლესია ერთადერთია ქრისტიანულ ეკლესიებს შორის, რომელიც ამ ორ დიდ დღესასწაულს ერთდროულად აღნიშნავს. უკვე დღეს ლიტურგიის დასრულების შემდეგ აქ შესრულდება წყალკურთხევის წესი, რის შემდეგაც მრევლი წაიღებს საკუთარ სახლებში ნაკურთხ წყალს. დღევანდელ დღეზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მორწმუნეებისათვის გუშინდელი დღე. საზეიმო ღვთისმსახურება გუშინ სურბ ეჩმიაძინის ტაძარში შესრულდა და საზეიმო მსახურებაზე მრევლი ანთებული სანთლებით იყვნენ, რაც სიმბოლოა ბეთლემის ვარსკვლავის, როგორც მორწმუნეები ამბობენ, ამ დღეს განსაკუთრებით დიდი მადლი მიაქვთ სახლში ანთებული სანთლების მეშვეობით. დღეს მას შემდეგ, რაც საზეიმო ლიტურგია დასრულდება ასევე ერთკვირიანი მარხვაც.
ბიბლიაში ჩვენ ვკითხულობთ შემდეგს მათეს სახარებაში, რომ როცა ქრისტეს 30 წელი შეუსრულდა, ის წავიდა იორდანიაში იოანესგან მოსანათლავად. და ამ საფუძველზე ჩვენი ეკლესია რა თქმა უნდა დიდეულად აღნიშნავს ამ დღესასწაულს. მე გული და სულით ულოცავ ჩემს სომეხ ერს და რა ვიცი, უსურვებ ყოველივე კარგს, წინსვლას და საქართველოში იყოს მშვიდობა და ყველაფერი კარგს უსურვებ ჩვენ ხალხს, ქართულ ხალხს და სომეხ ხალხს. ვულოცავ თითოეულ ადამიანს, ვინც დღეს აღნიშნავს ამ დღესასწაულებს, სრულიად საქართველოს და ქართველ ერს კიდე დამდეგ შობას და ნათლისღებას ვულოცავ. უკვე ხვალშობის მეორე დღეს მერელოცი აღინიშნება, ანუ მიცვალებულთა ხსენების დღეს, სწორედ ამ დღეს ტაძრებში მიცვალებულთა ხსოვნისათვის პანაშვიდები გადაიხდება და ასევე ამ დღეს გადიან მლოცველები მიცვალებულთა საფლავებზე. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოს სომეხთა ეპარქიის შემადგენლობაში სულ 50 მოქმედი ეკლესია. მადლობა, ეს იყო მარიამ სეთურიძე. სრულიად მართლმადიდებელი სამყარო ხვალ 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს. სადღესასწაულო ლიტურგია გაიმართება დღეს საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში. ღვთისმსახურება 23 საათზე დაიწყება. შობის დღესასწაულისთვის მზადება უკვე დაწყებულია ხვალ თბილისსა და რეგიონებში ტრადიციული ალილო გაიმართება. ფეხით მსვლელობა ამჯერადაც რესპუბლიკის მოედნიდან 14 საათზე დაიწყება და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც ალილოს მონაწილეები გზად შეგროვილ ნობats მიიტანენ. ტაძარში მისვლამდე ალილოს მონაწილეები პარლამენტის შენობასთან, საკრებულოსთან და საპატრიარქოსთან შეჩერდებიან, სადაც მათ საშობაო ნობats დაურიგებენ. შესრულდება საშობაო საგალობლებიც. სამებაში მისულები კი სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრებიან. ალილოზე შეგროვილი საჩუქრები ზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებს და საპატიმროებს გადაეცემათ. ზუსტად 11-ის ნახევარზე დღეს მოამბე სპეციალური გამოშვებით გავა ეთერში. 23 საათზე კი ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ ლიტურგიას, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება. მსოფლიო პატრიარქი ბართლომე უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ დღეს ტომოს გადასცემს. ამ წუთებში სტამბოლში ლიტურგია მიმდინარეობს, რომლის დასრულებისას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ტომოს კიევის მიტროპოლიტ ეპიფანეს გადასცემს. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოს მსოფლიო პატრიარქმა ხელი გუშინ მოაწერა. სტამბოლში საზეიმო ცერემონიას უკრაინელ სასულიერო პირებთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ასევე პარლამენტის თავმჯდომარე ანდრეი პარუბი დაესწრნენ. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გამართულ ცერემონიაზე უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტომოსის მინიჭება ქვეყნის ისტორიაში ახალი ეპოქის დასაწყისს ნიშნავს. 7 იანვარს ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოს კიევში წმინდა სოფიას სახელობის ტაძარში გამოფენენ. შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პრეზიდენტთან ერთად გიგა ოთხოზორიას ოჯახში იმყოფებოდა. გიგა ოთხოზორია განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის და პიროვნული სიმამაცის გამოვლენისთვის დაჯილდოვდა. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით აღნიშნული ნაბიჯით საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ მიაგო პატივი გიგა ოთხოზორიას და მისი ოჯახის მიმართ პატივისცემა გამოხატა. საქართველოს მთავრობის სახელით გიგა ოთხოზორიას ოჯახს მედალი სამოქალაქო თავდადებისთვის გადაეცა. საკავდაგებაა ჩვენ ამათაც. გადავეცით სამოქალაქო თავდადების მედალი გიგა ოთხოზორიას ქვრივს და ოჯახს სახსოვრად მისი თავდადებისა და პიროვნული მამაცობის. არ შემიძლია არ ვთქვა, რაც აქ ამ ოჯახში კიდევ ერთხელ მე გავიგე ქალბატონ ჯულიეტასგან გიგას დედისგან. მან თქვა, რომ მიუხედავად ამ ტკივილისა, ის ვერ აღიქვავს, ვერ საფხაზებს, ვერ წოსებს მტრად, ისინი მიაჩნია ახლობლად და ყველას ჩვენ მოგვცა ძალა და მოგვიწოდა იქითკენ, რომ შერიგებისკენ და ერთობის აღდგენისკენ ვიმუშაობ. ინტენსიური თოვის გამო ზავს საშიშროება მცხეთა სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის გუდაური კობის მონაკვეთზე. ამის გამო აღნიშნულ ტერიტორიაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. რაც შეეხება მლეთა გუდაურის მონაკვეთს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქცია სამართალდამცველებთან შეტაკებით დასრულდა. დამწვარია რამდენიმე ავტომობილი, ნავი და მოტოციკლი. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცელმსადენი აირი გამოიყენა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, არიან დაკავებულებიც. აქციის მონაწილეთა ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციაში შეჭრა შეეცადა. აქტივისტებმა შენობაში შესაღწევად სამშენებლო ტექნიკა გამოიყენეს. ამის გამო შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია გახდა საჭირო. ისინი გვერდით მდებარე სასტუმროში გადაიყვანეს. აქციებს საფრანგეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა, მან ძალადობა და მომიტინგეებს დიალოგისკენ მოუწოდა. ბელგრადში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით აქციები გრძელდება. სერბეთის დედაქალაქის ქუჩებში ამ მოთხოვნით 15,000-ზე მეტი ადამიანი გავიდა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ალექსანდრ ვუჩიჩის ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ მიღავს. აქციის მონაწილეებმა მშვიდობიანი მსვლელობა გამართეს. მოგვიანებით ისინი სახელმწიფო ტელეკომპანიის შენობასთან მივიდნენ და ტელეარხის გენერალური დირექტორის გადადგომა მოითხოვეს. დემონსტრანტებს ხელში ეჭირათ ტრანსპარანტები წარწერით 1,5 მილიონიდან. მანამდე ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ გადადგომას იმ შემთხვევაშიც არ აპირებს, თუ ქუჩაში 5 მილიონი ადამიანი გავა. სულ სერბეთში 7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. სერბეთში აქციები უკვე მეხუთე კვირა არ წყდება. დემონსტრაციების დაწყების საბაბი ოპოზიციონერი დეპუტატის ცემა გახდა. ოპონენტები აცხადებენ, რომ მომხდარში პრეზიდენტია დამნაშავე, რომელიც ოპონენტების მიმართ ხისტი რიტორიკით გამორჩევა და პოლიტიკოსების და ჟურნალისტების მიმართ ძალადობას აქეზებს. უნგრეთში ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებით მიღებული კანონის წინააღმდეგ მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. ოპოზიციური პარტიების და უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ აქციაზე ბუდაპეშტში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. ახალი კანონის თანახმად დამსაქმებელს უფლება ეძლევა დასაქმებულს წელიწადში 400 საათი ზეგანაკვეთური მუშაობა მოსთხოვოს. აქციის ორგანიზატორები ცვლილებას მონების კანონს უწოდებენ. ბუდაპეშტში შეკრებილმა აქტივისტებმა ქალაქის ისტორიული გმირთა მოედნიდან პარლამენტის შენობამდე ერთობლივი მსვლელობა გამართეს. მათ ხელში ბანერები ეჭირათ წარწერით დასრულდეს რეჟიმი. დემონსტრაციის ორგანიზატორების თქმით, მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში ვიქტორ ორბანი მოვიდა, ქვეყანას ცხოვრება ფსევდო დემოკრატიაში უწევს. ვენესუელის პარლამენტმა ნიკოლას მადუროს მეორე ვადით არჩევას პრეზიდენტად არალეგიტიმური უწოდა. ეროვნულ ასამბლეაში ეგრეთ წოდებული გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბების მოთხოვნით გამოვიდნენ. პარლამენტის სპიკერმა განაცხადა, რომ ის აპირებს იბრძოლოს ვენესუელაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისთვის. ასევე იგეგმება ფონდის შექმნა, რომელიც კორუფციონერი მაღალჩინოსნების მიერ მიტაცებული ქონების დაბრუნებას ისახავს მიზნად. მანამდე ვენესუელის პრეზიდენტის მეორე ვადით არჩევას არალეგიტიმური უწოდეს ასევე ეგრეთ წოდებული ლირის ჯგუფის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმაც. მათი სურვილია, რომ ნიკოლას მადურო ხელისუფლება პარლამენტს გადააბაროს, რომ შემდეგ უკვე ვადამდელი არჩევნები გაიმართოს. ვენესუელის პრეზიდენტად ნიკოლას მადურო 2018 წლის მაისში აირჩიეს, თუმცა ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და ევროკავშირი ამ არჩევნებს არ აღიარებენ. ნიკოლას მადურო ვენესუელის პრეზიდენტის პოსტი მეორე ვადით 10 იანვარს უნდა დაიკავოს. საერთაშორისო შეხვედრა ფრენბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დანიას უმასპინძლა და დაამარცხდა. ქართველმა გოგონებმა სტუმრად მეტოქეს გასვლაზე სძლიეს, ახლა კი იგივე საშინაო კედლებში შეეცადნენ და მიზანთან ახლოს იყვნენ, მაგრამ სტუმრებმა მასპინძლების შეცდომები უკეთ გამოიყენეს. ვაჟა კაჭერავა სახელობის ფრენბურთის არენაზე გამართულ მატჩში გამარჯვებულის ვინაობა ბოლო მეხუთე სეტში გადაწყდა. გუნდს ჯგუფში ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მოგება აქვს. შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას ეროვნული ნაკრები პორტუგალიაში გამართავს. არის ფორმირების პროცესში. ჩვენ ამ ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფს ვატარებთ მესამე ადგილზე, ხოლო ჩვენ თავარი მიზანი არის მაისში და ივნისში შესატარებელი მატჩები, ევროლიგის მატჩები, რომ ავიდეთ ვერცხლის ჯგუფიდან ოქროს ჯგუფში. თამაში ჩვენთვის დრამატულად წარიმართა, სამწუხაროდ შედეგით ყოფილი ვერ ვიქნები, თუმცა მინდა ვთქვა, რომ გუნდი პროგრესირებს, ახალგაზრდა გუნდია. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ 4 წლამდე ასაკის გუნდია ეს და პროგრესი ჩანს ახალგაზრდა, თუმცა დღევანდელი თამაში იყო ხარვეზები, რის გამოც ვფიქრობ, რომ განაპირობა ჰქონდა ერთი მომენტი, როცა ნამდვილად შეიძლებოდა თამაში დასრულება, სამწუხაროდ ეს მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მოაბე დასრულებული ახალი ამბების 15 საათზე დაუბრუნდებით დროებით.